მოგესალმებით, ეს აგროვ პოდკასტის მე-9 ეპიზოდია. დღეს თუნდაც ყავს ილია ტრაპაიძე, პირველ რიგში მადლობა რომ მოხვედი. ჩვენთვის დიდი პატივია და მოდი 1-2 სიტყვით რომ გაგვეცნო. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. მე ვარ ილია ტრაპაიძე, ვარ სპეციალისტი აგრიტექში და ინოვაციებში. და ესე რომ ცოტა თავდაბლად რო ვთქვათ, პატარა წამოწყებებიც მაქვს საკუთარი. ესე იგი, ასეთი ენტერპრენერიც ხარ და ფაუნდერიც ხო ეგრე გამოდის. ჩვენ ვიტომ პირველ დროში ხართ ერთმანეთს. და ამ დროს 2 საათი ვკოლაბორირებთ. კი. ხო და მოგვიყევი რა შვები როგორ ხარ? როგორი ცხოვრება? რთული. ანუ როგორი უნდა იყოს AI, უნივერსიტეტი, რაღაცა ყველაფერი ერთმანეთს ეჭიდება უკვე. ცალკე ზოგადად პოლიტიკური საკითხებიც არის, რეალურად უკეთესად შეგვიძლია რომ იყოს ჩემი აზრით. ხო და სხვა შორის ეხლა თავი ვარ მოვიტყოთ ჩაწერამდე ლაპარაკობთ AI-ზე. კი. და ეს AI რა პროგრამა არის რა შემთხვევაში? ხო, ესეთი აღმოვაჩინე რამოდენიმე დღის წინ AI, რომელსაც ქვია Suno, რომელიც არის მუსიკის გენერატორი AI, რომელიც არა მარტო ეს რო ვთქვათ ინსტრუმენტალს აკეთებს, ჩვეულებრივად შეუძლია იმღეროს რეპის ბითი დაწეროს იმ გარეკოს და არა აქვს საზღვარი არც ერთი ენაზე, ქართულადაც შვება, ესპანურადაც, იტალიურად, ფრანგულად, ინგლისურად, ნებისმიერ ენაზე, ნებისმიერ სტილზე გადის და იმდენად რეალური ხმა აქვს და საუნდი, რომ ცოტა უკვე მგონია, რომ მუსიკის ინდუსტრიაც მსხვერპლი იქნება AI-ის. ну იდეაში მარტო მუსიკის ინდუსტრია არა, ხო, ზოგადად შემოქმედებითი რაღაც ეს კრეატიული სამყარო ძალიან დიდ კრიზისშია, იმიტომ რომ აღმოვაჩინეთ, რომ იცი რა, AI ჩვენზე ჭკვიანია, შეიძლება ცოტათი თუ არა ჩვენ დონეზე არის, ან გვიახლოვდება, თან ხო უფრო რთული და დახვეწილი ხდება ეს კომპიუტერი. ისიც არის, რომ კი ადამიანებს შექმნილი არის, ადამიანები მუშაობენ ამაზე, თუმცა რაღაცა რისკები არსებობს რა დაიქნება მომავალში. ხო, რეალურად იმდენად სწრაფად ვითარდება AI ჩემი პირადად და ზუსტად მახსოვს ChatGPT პირველად რო გამოვიდა, აი ეს რიგში ვიდე იქიდან, აი პირველი დღიდან მაქსიმალურად ხმარო სამსახურშიც პირად ცხოვრებაშიც უკვე იმდენადია გადასული, რომ რეალურად ყველანაირ მინიმალურ daily tasks ვაკეთებინებ ChatGPT-ს რაღაცა მაინტერესებს ნებისმიერი რამე, ადრე თუ იყო რომ რაღაცა ესე რომ ვთქვათ ცოტა ბჭყალებში, ანუ დაგუგლე რომ იყო, ეხლა და ChatGPT-ე ის შეიქმნა, ნებისმიერი ყველაფერი პატარა, ანუ აი რაღაცა ვარჯიში რა უნდა კალორიებს ყველაფერს მაგათ იმის ამიხელოთ, რომ ადრე თუ გვიან ბევრი რაღაცა არასწორი გამოდის, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი რა ინფორმაციასაც არ ფლობს თავისით ესე რომ ვთქვათ ბჭყალებში იგონებს, რასაც ძალიან დიდი პრობლემა მოაქვს, მაგრამ ისე იზრდება, რომ აი გქონდა თავიდან მიდიოდა AI რომ შემოვიდა ის საუბარი, რომ ადამიანის კრეატიულობას მაინც ვერ მოკლავს AI და ჩვენი კრეატიულობა და ჩვენი აზროვნება არ აქვს, უბრალოდ ალგორითმი აქვს, მაგრამ ნათელი მაგალითი არის ეს ფოტოების, ვიდეოების, ახლა ეს მუსიკის გენერატორი, რომ კრეატიულობაშიც უკვე ნელ-ნელა გვეწევა. თან შენ გამოცდილება გაქვს თუნდაც AI-ის გამოყენების სხვადასხვა სფეროში. აი თუნდაც აგრიკულტურის რაღაცა სოფლის მეურნეობის თემებში და შენი აზრით მაგრამ რა მომავალი აქვს ხელოვნიდან იცი თუნდაც ქართულ კონტექსტში და ზოგადად. იცი როგორაც არის, მე აი ზუსტად რაზეც მუშაობ არის აგრიტექი ესე რომ ვთქვათ, ჩვენ შემოვიტანეთ ეს ფრაზა, ეს სიტყვა, იმიტომ რომ არ არსებობდა აგრიტექი, ზოგადად ტექნოლოგია აგრონომიაში სუითვლებოდა რაღაცა ტრაქტორი ან რაღაცა წვეთოვანი სისტემა, ან რაღაც ეგეთი ჩვენ შემოვიტანეთ AI-ის თემა, როგორ მუშაობს AI აგრიკულტურაში და სოფლიოში ძალიან ბევრი მაგალითი არის AI-ის, ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს უკვე დანერგილი სენსორები მიწაში, რომელიც ყველაფერს გეუბნება, ესეთი იდეა არის და
ნელ-ნელა უკვე ძალიან მაგრად იხვეწება აგრონავტი არის ესეთი პლატფორმა რომელიც აკეთებს AI-ს რომელსაც ეს ქართული პლატფორმა არის ქართული პლატფორმა აგრონავტი AI ქვია დიდი ხანი აგრონავტი არსებობს უბრალოდ AI-ს განხრით ეხლა ესე რომ ვთქვა ძალიან დიდი წამოწყება აქვთ რეალურად როგორც აი ChatGPT შეიძლება მიწეროთ დღეს რომ რაღაცა აი ეს assignment-ი მაქვს და რაღაცა დავალება მომწეს და როგორ გავაკეთო ანალოგიურად შეგიძლია უთხრა მიწერო რომ სიტყვას ვთქვათ კახეთში ამა და ამ ადგილას მაქვს მიწა რა მოვიყვანო როგორ მოვიყვანო ეს გეუბნება რომ სიტყვაზე ვთქვათ ამ რეგიონში ესეთ მიწაზე ძალიან მომგებიანი არის ბაზრის მიხედვით კარტოფილი კარტოფილის კონკრეტულ ჯიშს გეუბნება რამდენი რა სიხშირით უნდა მორწყა პესტიციდები რა ჭირდება როდის ჭირდება ანუ რეალურად ყველანაირ ინფორმაციას გაძლევს ერთადერთი ეს რო ვთქვათ მუშახელი გჭირდება ადამიანი ვინც ამ ინფორმაციაზე მე იმოქმედებს ჩვენ ქონია ადრე მაგაზე ერთი ორი სიტყვა გითქვამს რომ აი იქ რაღაცა ადამიანური კაპიტალი მუშახელი საკმაოდ პრობლემატური არის იმიტომ რომ უამრავ ადამიანს ძალიან სკეპტიკური და ცოტა არასერიოზულად დამოკიდებული აქვს რომ ეხა რამდენი ხანი მე ამ საქმეში ვარ ამას ვაკეთებ და რა AI ან რა დამხმარე ოპტიმიზაციის რაღაცა ხელსაწყოები და აი მაგრივ ქართული სოფლის მეურნეობა რა განვითარების ეტაპზე არის რა შეზღუდვები არის თუნდაც რა პერსპექტივები არის და ვიცი რომ ხა ამაზე არ გინდოდა ვერ ვილაპარაკო მაგრამ იცი ზოგადად რომ შევეხოთ კი არ არის პრობლემა მაინც ჩემი სფერო არის მაგაზე მუშაობ უკვე რამოდენიმე წელია რეალურად რო არ მოგატყუო როგორც და არ მინდა რომ ცუდად გამოგვივიდეს მაგრამ გამომივიდეს უბრალოდ მაგრამ როგორც ესე ვთქვათ ჩვენ წინათაობას ხშირად შეეფერება განსაკუთრებით რეგიონებში ცვლილებასთან და ტექნოლოგიასთან ესე რომ ვთქვა ძალიან მიმღებები და გახარებულები არ არიან იმიტომ რომ მას ადამიანს არ ჯერა რომ შეიძლება რობოტი გაფრინდეს წყალი მოასხას ისე რომ რაღაცა არ გაჭედოს აქვს პრობლემა რომ რო გაწვიმდეს და რამე რო გაუფუძეს მე რა უნდა უყო ან რამე ეგეთი მარტივი პრობლემები რომელიც რეალურად ყველაფერი გათვლილია მაგრამ ნუ ეგ არის რა ცვლილება ზოგადად არა მარტო ქართველებისთვის ან კონკრეტული generation-ისთვის ესე რომ ვთქვა ზოგადად კაცობრიობისთვის ცვლილება ყოველთვის ესე რომ ვთქვა ცოტა რთული მისაღები იყო ეხლა მე და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, სადაც მე ვმუშაობ, აი აგრიტექსა და ინოვაციების დეპარტამენტში ვარ და ჩვენ ვუშვებთ ეხლა წიგნს უახლოეს მომავალში, რომელიც იქნება აგრიტეკ AI. წიგნის ესე რომ ვთქვათ, მიზანი იქნება ის, რომ წინ წამოვწიოთ ეს აგრიტექის და AI-ის თემა, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ახალგაზრდებს გავაცნოთ და ესე რომ ვთქვათ, ფერმერების და აგრონომების შემდეგი თაობა მოვიდეს, რაღაცა next gen-ი მოვიდეს, რომლებიც უკვე არა პიკერს გადაუხდიან, რომელსაც შეიძლება რაღაცა ერთ მოსავალზე აი 5 კილო გაუფუჭდეს რაღაცა ცუდად მოწყვიტოს ასე შემდეგ, ანუ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აგრიკულტურას ზოგადად და აგრონომიას და ესე ვთქვათ აგრიტექს შევხედოთ როგორც დავანახოთ როგორც ბიზნესი, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან რეალურად ბიზნესი არის და დავანახოთ რამდენად მარტივი არის თუ ესე ვთქვათ ცვლილებას დათანხმდები. ხო. თან საქართველოში რეალურად აგრონომია, საერთოდ აგრიკულტურა უნდა იყოს წამყვანი სფერო. ეგრე გამოდის, რომ მაგაში ყველაზე მეტი პერსპექტივა გვაქვს და შენ თვლი, რომ ანუ ეს აგრიტეკი, ეს AI-ის გამოყენება, ტექნოლოგიები, განვითარება, რომელიც რა თქმა უნდა თავისთავად ამ განვითარებას ყველა უნდა შეეჩვიოს, ანუ ეს არის საქართველოსთვის მომავალი. თუ საერთოდ აგრიკულტურის მსოფლიოდ რა თქმა უნდა, მსოფლიო დონეზე ყველა ქვეყანას მოერგება ტექნოლოგიური წინსვლა, ესე რომ ვთქვათ, კონკრეტული ქვეყნისთვის ჩემი გადმოსახედიდან არასდროს არ არის რა, რაღაცა შეიძლება ჩინეთმა რაღაცა ტექნიკური წინსვლა გააკეთოს, ადრე თუ გვიან ის წინსვლა უკვე ეფექტს აკეთებს მსოფლიოზე
და ტექნოლოგია ეს რო ვთქვა რაღაცა არ ვუყურებ ტექნოლოგიას როგორც რაღაცა ჩაკეტილ ბორდერებიან იმას ინოვაციას, იმიტომ რომ ერთი თუ რაღაცას აკეთებს და მტკიცდება რომ გაკეთებადია, ავტომატურად მეორეც იწყებს გაკეთებას. რაც შეეხება საქართველოს, რა თქმა უნდა, ვფიქრობ რომ აგრონომია ჩვენი წამყვანი სფერო უნდა იყოს და რამდენიც გვაქვს იმპორტზე არ უნდა გქონდეს მაგდენი და რა თქმა უნდა AI და ეს ყოველგვარი ტექნოლოგია ძალიან დაეხმარება ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მაქსიმალურად აგდებ ესე რომ ვთქვათ human errors და წინ მიყავს საქმე. რაც შეეხება ცვლილებას, ნუ ეგ დროის ამბავია და იმედია რომ დაინტერესებული პირები მერე წიგნს წაიკითხავენ და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან საინტერესო იქნება იმ ადამიანისთვის, ვისაც შენ ვიცი რა წაიკითხავენ. შენ აი ლუკას ნაირი. იმიტომ რომ მე მაგ ყოველთვის ეგ წუხი როგორ უნდა გავხდოთ ქართული წარმოება და ზოგადად აგრიკულტურა ევროპული და სოფლის სტანდარტების თან მithomეთ ეს დეფიციტი რაც ახსენეთ რომ იმპორტის ქვეყანა ვარ ჩვენ არა კაი ამბავი და იცი რა გამახსენდა ხა და რაზე დავფიქრდი შენ თქვი რომ ამ ტექნოლოგიებმა და ციფრულმა რევოლუციამ ეს საზღვრები გააქრო თუნდაც განვითარების რაღაც ინფორმაციის გავრცელების მაგრამ აი ადამიანებს ეგ ევოლუციური ალბათ ყველა ცივილიზაციას ადამიანების გუზა ახასიათებს ეს წინააღმდეგობის გაწევა რეზისტენტულობა რაღაც ცვლილებების წინაშე და წინააღმდეგ და შენიერ ეგ რაც ფსიქოლოგიური ტენდენცია რითი აიხსნება აი საიდან მოდის ადამიანებში წიაღიდან მოდის თუ რაღაც შეძენილება არის რეალურად ჩემს ეგ არის შიში ან სარიელი შიში არის მეც ეგრე მგონია ზუსტად რომ ბოდ შიში არის და რაღაცა ჩაკეტილობა ესე რომ ვთქვათ ძალიან ბევრი ინგლისურ სიტყვებს და ფრაზებს ვხმარობ და მე ვაპატიეთ, მაგრამ აი ინგლისური ფრაზა რო არის რომ if it's not broken why change it. მაგ მენტალიტეტს მიყვება ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანს რაღაცა მუშაობს, რატო შევცვალო. იმაზე კი არა რომ ეს მუშაობს, მაგრამ ეს უკეთ იმუშავებს. ანუ თუ მუშაობს რაღაცა შევცვალო მენტალიტეტი, რა თქმა უნდა შიში არის იმის შიში არის რომ მე მაქვს გარანტირებული რომ აი ესე კარგად მუშაობს და ამას ჩემთან ფული შემოაქვს და მე რო გავრისკო შეიძლება მაგ ხელა მოგება ვეღარ ნახვა შეიძლება ვაფშე არაფერი არ გამოვიდეს ეგ შიში არის ეს რო თქვა დასაძლევი ადრე თუ გვიან AI-ზეც თავიდანვე იყო ეს რაღაცა რომ აი AI-ს არ მიცეთ ინფორმაცია, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა თვითცნობიერი გახდეს და მე ხა ადამიანებს შემოგვიდეო. მე რასაც ხედავ ბოლო 3 წელში უფრო და უფრო მცირდება ეგ საუბარი. ადრე სულ მაგაზე იყო რომ აი რობოტებმა რომ შემოგვიტიონ და აი რობოტების გეშინია თუ არა და AI-ს გეშინია თუ არა. ეხა ხელოვნური ინტელექტზე ბევრად ეს რო ვთქვათ თბილად არიან გაწყობილები, იმიტომ რომ ყველას პირად მოხმარებაში შევიდა ყველაფერს აი ისეთ რაღაცები მინახავს რასაც კითხულობენ AI-ს ხელოვნური ინტელექტი იქნება ეს OpenAI-ს თუ Google-ის თუ ნებისმიერი სხვა პროგრამის ყოველ აი როგორც ის იყო რომ აი თავის დროზე მახსოვს ძალიან ბევრი სტატია იყო Apple-ის Series-ზე რომ რაღაცა ის არის გვისმენსო და ჩვენს პირად საუბარს იწერს და მე ამას რაც FBI-ს აძლევს თუ რაღაც ეგეთი და მე ყველას პირად მოხმარებაში შევიდა Siri-ს Alexa-ს თუ რაც ქვია ის Google-ის რო არის კიდე voice assistant Google-ის voice assistant ხო აი Alexa-ს ნაირი რო არის რა ეს რო დგავ ეგ არ ვიცი ნამდვილად ნასის იგივე პრინციპი არის ხო და ნელ-ნელა მაინც ყველა იჩვევა და მიჩვევის ადაპტაციის ნუ უკვე ის თემაა რომ საერთოდ ყველა იყენებს რეალურად რო შევაფასოთ ეს აი ადრე რო იყო რომ ინფორმაციის მოსაძიებლად Google-ში შეყავდათ რაღაც კითხვა და ეძებდნენ ეხა მე პირადად და ვიცი ბევრი სხვა ადამიანიც რომელიც პირდაპირ AI-ს ამ კონკრეტულად უფრო ChatGPT-ს ეკითხება და ანუ ბრაუზერში მოძებნեն ინფორმაციის უკვე შენელდა და უკვე ქვეითდება ეს და თან რავი ალბათ AI-ს იმდენად განვითარდა ბოლო 3 წელში იმდენად შეიცვალა ატმოსფერო ყველაფრის რომ უკვე ყველა სფეროშია და ეს უნდა შეეჩვიოს ხალხი ამას კი მაგაში გეთანხმები სრულიად ის რა არის
შეჩვევის ანუ შიში აღარ უნდა არსებობდეს. ეხაც სულ აი დღეს ლექციაზეც წამოვიდა ეს თემა, რომ აი ადამიანები დაკარგავენ AI-ის გამო სამსახურს. მანდარი აი შიში რომ აი AI თუ ძალიან გავაძლიერეთ, მე რა გვეშველება, რაღაც აქეთ არ შემოგვიტიოს და რაცა ეს Will Smith-ის ფილმი რო არის, რაც რობოტი რო გაბოროტდება, აი რაღაც ეგეთის წარმოდგენა აქვს რატომღაც შექმნილი და იქნება ეს AI თუ ნებისმიერ სხვა სფერო ჩემს ინოვაცია თუ ყოველთვის არა უმეტესად ბევრად კაი არის ისევ ჩვენთვის როგორც აგრონომიაში, როგორც ზოგადად ბიზნესში იქნება ეს რაცა შეიძლება Excel-ი აღარაზოს აღარ ვიხმარო და შეიქმნას AI, რომელიც ბუღალტერებას თავისით გიკეთებს სრულიად და ბუღალტერებმა საქმე დაკარგონ, მაგრამ ინოვაციის და ბიზნესის პერსპექტივით შეიძლება ეგ ბევრად უკეთესი იყოს. ხო იცი, ყველა იმას რო თქვა, ყველა ამბავს აქვს ორი მხარე რა, ერთისთვის ბენეფიცი არის, შეიძლება მეორესთვის წამგებიანი იყოს. ხო, მან კიდე რა სამობნის იქ ანტი არა უფრო ადამიანი ხალხი, ადამიანები რომლებიც წინააღმდეგობას ცდილობენ თუ რაღაცა არ მოწონთ როგორ ვითარდება ტექნოლოგიები, თუნდაც ხელოვნური ინტელექტი ის არის, რომ ანუ ადამიანებზე ორიენტირებული ამდენად არის, რომ ადამიანებს მოიხმარონ. კი, რა თქმა უნდა, შეიძლება ეფექტიანობას ზრდიდეს, მაგრამ აი ადამიანურას ყოფას წინ როგორ წაწევს და განავითარებს თუ ბევრი სამსახური დაეკარგება და შემდეგ. მე მგონია რომ ყოველთვის კონკურენცია კაი რაღაც არის. იმიტომ რომ კონკურენცია გვიბიძებს ჩვენს უფრო მეტი რაღაცა გაძლიერებისკენ და გაუმჯობესებისკენ. კიდე მეორე მხარეც არის ხო რა შიში შექმნება თუნდაც ადაპტაციას აქ რაღაც რამდენიმე ეტაპი აქვს. ერთ-ერთი არის ეს პირველი შოკის პირველი ეფექტი რა ტკივნეული გარდამავალი ეტაპი როცა არის მომავალში რა იქნება და ეს არასიცხადე არის რაც თავისთავად ადამიანში იწვევს შიშს და შიში არის თავდაცვის მექანიზმი არის ხო გარე სამყაროში რომელსაც კონტროლი არ გაქვს რომელიც მოულოდნელი არის და არის რაც გიმზადებს თან ხო ადამიანს რაღაც მომენტში განსაზღვრელი მისაღებები აქვს და განსაზღვრული რესურსები აქვს ან პოტენციალი და უნარები ხო და ეგ ხალხი რომლებიც აი თუნდაც შენი სახით რომლებიც რაღაც ენტერპრენერები არიან ან თუნდაც რაღაც ეგ მაგ ყინულმჭრელების როლს ასრულებენ დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეგეთი ქმედებები ეგეთი რაღაცა გამბედაობის აქტი მაგ ნორმას აყალიბებს თუნდაც იქნებოდა ეს ტექნოლოგიების შემოსვლა აი თუ ტელეფონი iPhone-ი რო იყო თუნდაც ხო რომელიც ჩვენ მესამე ხელი გახდა რაღაცნაირად საბოლოო ჯამში ეგ ეტაპი უნდა გავიაროთ და გვინდა არ გვინდა ასე იქნება კი იცი რა არის ჩემი მოსაზრება არის ესეთი ამ ესე რომ ვთქვათ სამსახურების დაკარგვაზე AI-სთან მიმართებით მე პირადად იმ იდეას მიყვები რომ ადამიანი შეუძლებელია რომ ადამიანი აღარ განვითარდეს სტოპი ჩემი გადმოსახედიდან არ აქვს ჩვენთვის ეხა AI რო არის ტექნოლოგიის მწვერვალი ანალოგიურად იყო ტექნოლოგიის მწვერვალი წლების წინ კომპიუტერი, iPhone, პირველი touch screen, ინტერნეტი და ასე შემდეგ. ამიტომ როგორც ეგ იყო და დარწმუნებული რომ ინტერნეტი თავიდან შემოვიდა, ფიქრი ზუსტად ის საუბარი იყო, რომ აი ამაზე მეტი შეიძლება აღარც გამოვიდეს. ანალოგიურად იყო Apple-ზე, რომ როგორ შეიძლება გააუმჯობესო, როგორ შეიძლება სხვა ტექნოლოგია, მე Vision Pro და ისინი შეიქმნა AirPod-ები, Bluetooth-ი ყველაფერი და შემოსრება არის რომ AI ეხლა თუ არის ჩვენი მწვერვალი ადრე თუ გვიან შეიძლება AI იყოს როგორც AI iPhone-ია, touch screen-ია და Bluetooth-ი და ეგეთი რაღაცები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ისე ყურადღებას აღარც ვაქცევთ შეიძლება AI-საც აღარ მივაქცევთ ყურადღება და ბევრად დიდი მიზანი გქონდეს წინ ამიტომაც მე მაინც რაც ვემხრობი ამ ინოვაციის გზას ну მაინც ალბათ ადამიანის არსებობის თავი არსი იმაშია რომ ადამიანს ყოველთვის აქვს კითხვაზე პასუხის მოძიების სურვილი და ну უნარიც უკვე ეს უნარჩვევა და ალბათ სწორედ აქედან მოდის ის ფაქტიც რომ ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით განვითარებისთვის და შენ რაც თქვი რომ არასდროს არ შევწყვეტოთ განვითარებას ეს ალბათ მართლაც მართალი დარჩება და თან AI-სთან არის ყველაზე დიდი პრობლემა რაზეც აქამდეც გვისაუბრია შემოქმედების დაქვეითება და შემოქმედებაზე რადგანაც
ვსაუბრობთ და გადავალთ. შენ დასაწყისში თქვი ახსენე Suno AI, რომელიც მუსიკას აკეთებს generates. და ეს მუსიკა ჯერ საიდან აღმოაჩინეს და მუსიკასთან თან როგორ ხარ შენ პირადად? ხო, ნუ ეს Suno აღმოაჩინე ჩემო მეგობარმა მითხრა, გამაცნო ესე რომ ვთქვათ. და ადრე ერთჯერ დამჭირვებია რაღაცაში პატარა მოკლე ესე რომ ვთქვათ კლიპივით მუსიკის რაღაცას დამედო და მაგამდე მიხმარი ამარ მაშინ Suno იმ დონეზე არ იყო მისული როგორც ეხლა არის ესე რომ ვთქვათ თავიდან გამაცნო ჩემმა უახლოესმა მეგობარმა და მაგის მერე რაღაცა ის აი მეც პირველადი შოკის ეფექტი დამიტოვა თითქოს იმიტომ რომ ისეთი რაღაცები შექმნა, ისეთი მუსიკა დაწერა, რომ ჩემთვის ნებისმიერ ადამიანს რო ეს ჩაერთო უბრალოდ ვერ მიხვდებოდი AI-ა თუ არა. ცოტა არასრულფასოვნების კომპლექსი ხარ გააღვიძე. ეგეც იმიტომ რომ ხდები რომ იცი რა წამოგვეწიეს AI და რაღაცები უკვე არის ჩემი აზრით იმის და მიხედავთ რომ შეიძლება იგი იყოს და შეიძლება თქვათ რომ მაგალითად ამ შემთხვევაში მუსიკის ინდუსტრია დაღუპული არის ან მორჩა იმიტომ რომ AI-ზე გადავა და არაერთი საუნდი რეალურად ადრე თუ იყო SoundCloud-ი და ეგეთი პროგრამები მუსიკის დასაცავად ეხლა TikTok-ი არის ყველაზე დიდი პლატფორმა სადაც ადამიანი ცნობილი ხდება განსაკუთრებით მუსიკით, ანუ იმდენი არტისტი ყოფილა, რომელიც არაფერი არ იყო და 1-2 საუნდი, ესე ვთქვათ, პოპულარული გახდა. ეს არის რა ქვია. Suno ვერ ქმნის არაფერს ახალს, ანუ გვაქვს ჟანრი, ხო, ჯაზი არსებობს, რამდენი ხანი ჯაზს უსმენ, რამდენი ვარიაცია არსებობს, რამდენი ქვეჟანრი არსებობს, რამდენი სტილი არსებობს. Suno-ს არ შეუძლია ესე რომ ვთქვათ, ან ნებისმიერ ზოგადად AI-ს ახალის შექმნა, რაღაცა ახალის მოფიქრება, რაც აქამდე არავის არ გაუკეთებია, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან მუშაობს ინფორმაციაზე, რეალურად მუშაობს რაღაც ალგორითმზე და ის ინფორმაცია მარტო რასაც მიცემ ფიზიკურად ვერ ქმნის ახალს, იმიტომ რომ ინფორმაცია არ არსებობს მაგაზე არანაირი. ამიტომაც იმის და მიუხედავად რომ შეიძლება ითქვას რომ რაღაცა ნაწილი მუსიკის ინდუსტრიაში დაიფუძნა თავი AI-ი და შეიძლება რაღაცა მარკეტინგულ ვიდეოში Suno იყოს ყველაზე დიდი მხსნელი კრეატიულობაში ესე რომ ვთქვათ ჭყალებში, იმიტომ რომ თლად კრეატიულობა მაინც არ არის ჩემთვის პირადად და შენს კითხვაზეც გავცემ პასუხს, ჩემთვის პირადად მუსიკა აქვს თან ემოციური კავშირი. და ხშირად ჩემთვის ყველაზე კაი მუსიკა არის მუსიკა, სადაც რაღაცა ემოციას გქნობ, რაღაცა შიგნით დევს. ამის საშუალება არ აქვს AI-ს, ანუ AI ამ რაღაცა სიტყვაზე ვთქვათ, ტკივილს რაღაცა რა ვიცი, აი რამდენი ესე რომ ვთქვათ, სიყვარულზე რამდენი სიმღერა არის მოსაწყენი, ანუ ის ტკივილი არის ჩადებული ამ სიმღერაში, ამ ხელოვნებაში და მე ამ სიმღერას ჩვენ ვუსმენთ, თითქოს იმის კილოს ჩვენსგან ვიცით. მგონია რომ და ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არც ერთ AI-ს არ აქვს მაგის საშუალება. შენ ვიცი რომ ძალიან კაი სიმპათიები გაქვს მუსიკის მიმართ და ზოგადად ძალიან გიყვარს ეგ ინდუსტრია. ხო და მეც სულ ყოველთვის რაღაცა მუსიკასთან მაგ ტიპის შემოქმედებას, აი მუსიკას და პოეზიის განსაკუთრებით ხედავდი რაღაცა მაგ მედიუმს, რაღაცა მედიატორს ადამიანებს შორის, ადამიანურ განცდებს შორის და რაღაც უფრო დიდი არის ვიდრე ადამიანები, ხო? იმიტომ რომ როგორც შენ თქვი რა, თუნდაც AI-ს არ შეუქმნია, AI შეიძლება რაღაცა შაბლონი გააკეთოს, მაგრამ ან თუნდაც ჰუმანიზება მოახდინოს იმისაც არსებობს და ადამიანურ აქციოს შემთხვევაში დაპატენტებას აკეთებს და ეს რაღაც მე მაგიტომაც ვეძახი რომ უფრო მეტად არის კომპიუტერული ასე კოდი არის, ვიდრე რაღაცნაირად ჩაკ პერიან, ჯეიმს ბოლდვინი ამ შემდეგ, ხო? ჩემთვის ეგ აი თუნდაც შემოქმედი განსაკუთრებით მუსიკის მიმართულებით ეგ უფრო ცხადი და აშკარა არის. რომ რაღაცები არ მეორდება, ან თუ მეორდება, არის უბრალოდ კოპირება. კი. გეთახვევი ესე ვთქვათ, დიცვერც ვერაფერს ვერ დავამატებ. მუსიკა არის, ანუ აი როგორ ამს ეს დავასრულე disclaimer გავაკეთოთ, რომ ილოს პლეილისტები description-ში იქნება. ალბათ საუკეთესო პლეილისტები. საუკეთესო არ ვიცი, მაგრამ
ბევრი კაი ესეთი არის რა. ასახალში ტემპერამენტს. კი, როგორც ჩემს პირადად არის ორი ტიპის მუსიკა. მე მაქვს ეგრე ესე რომ ვთქვათ, იდეოლოგია შექმნილი ჩემ თავთან შეიძლება მილიარდ სხვა ადამიანსაც აქვს, მაგრამ პოსტკოს ჩემ თავთან ესე რომ ვთქვათ შევქმენი ეგ. ჩემს არის ორი ტიპის მუსიკა, არის მუსიკა რომელიც არის აი პროსტა სტიმულანტი, პროსტა რა მოусმინე რაღაცა კაი ჟღერადობა აქვს და არაფერი. და არის მუსიკა, აი სტიმულანტი, მაგრამ ჯიმში რასაც მოусმენ, ჯიმში რაღაცა შეიძლება ისეთ სიმღერას ვერ მოусმენ, სადაც ადამიანს მთელი სული და გული აქვს ჩადებული და შეუძლია მოსმენო პროსტა რაღაც ენერგიულ სიმღერას მაღალ BPM-ზე, რომ შენც ესე რომ ვთქვათ ენერგიაზე იყო. ერთი არის ეგ და მეორე არის ის მუსიკა, სადაც აზრი, ემოცია, რაღაცა ისტორია დევს, ამბავი მიყვება. შეიძლება ტექსტი და ესე რომ ვთქვათ რაღაცა სიტყვებში არ იყოს ყველაფერი ნანახი, მაგრამ რაღაცა კონკრეტული ისტორია ქონდეს ამ სიმღერას, რაღაცა ნიშნულობა ქონდეს და ჩემს არის ეგორი ტიპი. და გონია რომ პირველი ტიპის მუსიკას დააკოპირებს, მარტივად დააკოპირებს AI, იმიტომ რომ სტიმულანტის რაღაც მიუთითებ, რომ მიდი 120 BPM-ზე ჰაუსი გამიკეთე, პიანინოთი და ქალის ვოკალებით და რატო ვერ გაგიკეთებს. მაგრამ რომ მიწერო AI-ს რომ ვიცი რა, ჩემი პირადი ცხოვრების ამ ტკივილებზე შემიქმენი რაღაცა რეპი სიტყვაზე ვთქვათ, მას ვერ იზავს ფიზიკურად, რომ ის ტკივილი არ აქვს გამოცდილი, ის experience არ აქვს, ის შეხედულება არ აქვს რა და ყოველ შემთხვევაში რომ სადომ გონია რომ პირად ხედვას ძალიან აცდება ესე რომ ვთქვათ დაგენერირებული მუსიკა. ეგ ალბათ უფრო იმიტომ რომ AI-ს არ აქვს ემოციები. ეს გრძნობები საერთოდ არ აქვს. ანუ ის არის უბრალოდ ტექნოლოგიურად შექმნილი რაღაც და სწორედ მაგიტოა რომ ბევრად უფრო მარტივ მუსიკას და არა მარტო მუსიკას, არამედ სხვა სფეროებშიც ბევრად უფრო მარტივ ხრივ აკეთებს ყველაფერს და შეუძლია რომ ალბათ ემოციების აღძვრა შეუძლია ადამიანში და საკუთრივ საერთოდ არ აქვს. და თან არ ვიცი AI-სთან როგორ ვარ მე პირადად კი ვთქვი რომ მაგრამ მუსიკასთან ვიცი რომ ახსენე ორი ტიპის მუსიკა. ჩემთვის არის რომ მუსიკა რომელიც მომწონს და მუსიკა რომელსაც მხოლოდ ერთხელ მომსმენ და მეჯერ არა. და ვფიქრობ რომ ასე დაყოფა მუსიკის კატეგორიებად საერთო ჯამში კაია. და არ ვიცი რა, ვფიქრობ ყოველთვის უნდა ეცადო რომ რაც შეიძლება მეც მოусმინო და რაც შეიძლება ახალს. კი, მაგაში კეთახები იც როგორაც არის მეც მაქვს ეგ დაყოფა ჩემ თავთან რომ არის რაღაცა მუსიკა, რასაც შემიძლია მოусმენ დღეში 10 ჯერ და არის რაღაც მუსიკა, რასაც მეორე ჯერ ცხოვრებაში აღარ მოусმენ. ეგ ჩემთვის არის უკვე ძალიან სუბიექტური, ანუ მე რასაც უსმენ მაგალითად ჩემი ერთ-ერთი აი ვინც ვახსენეთ ცოტა ხნის წინ სუნო ვინც გამაცნო, ძალიან რადიკალურად განსხვავებული გემოვნება აქვს მუსიკაში. მე რასაც უსმენ, უმეტეს რაღაცა დამთხევები არის, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში იმას არ მოწონს. და მეორედ არასდროს არ მოусმენს, მაგრამ ობიექტურად შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ ეს მუსიკა არის ცარიელი სტიმულანტი და ჩემი აზრით და ჩემი გადმოსახედიდან ძალიან სამწუხარო რომ დღეს ეს სტიმულანტი მუსიკა უფრო ლიდერობს, ვიდრე ის მუსიკა სადღაც რაღაცა დევს, იქნება ეს დღევანდელი რაღაცა ეს რო ვთქვათ brain rot-ის ტრენდი, რომელიც რაღაცა საშინელი მუსიკა არის და ბავშვებს მოწონთ, იმიტომ რომ რაღაცა ერთ basic ფორმაში არის ჩადებული, რომ პროსტა აგიკვიატოს და იღინო და პატარა ბავშვები ესე რომ ვთქვათ აცეკო, იქნება ეს დიდი არტისტები, როგორც არის ჩემი პირადი გამოსახედიდან აი ნებისმიერი Ice Spice რო აიღო მაგალითად ჩემს არანაირი დიდი მუსიკოსი, დიდი არანაირი მუსიკოსი ეგ ადამიანი არ არის, ეგ არის ცარიელი რაღაცა ვთქვათ კომედია, აუდიო სტიმულანტი შეიძლება აი ერთ მომენტში მეც მიცეკვია და გავთხოვო მაგის მუსიკაზე. შენი აზრით ინდუსტრი პლანტი ხო არ არის? ჩემი აზრით ინდუსტრი პლანტი არ არის, იმიტომ რომ TikTok-ის ის არის ეფექტი არის, როგორც ეს ერთი რეპერი არის Juno Miles-ი, რომელიც არის სრული
ჩვეულებრივი კომედია, სატირა არის მაგის მუსიკა და TikTok-მა სიცილში გააცნობილა და გიაკეთებს ამ მუსიკით ფულს. ეგ ხალხი არის ჩემთვის ინდუსტრი პლანტის სხვათა შორის ჩემთვის არის ესეთი ცოტა ხნის წინ გაცნობილ და For Bets ქვია, რაც ძალიან წვრილი ხმით რეპავს ბიჭი, რომელიც მერე დრეიკმა დააქო საინა და მოკლედ ჩემს დეგა ყველაზე დიდი ინდუსტრი პლანტი, რაც კი ბოლო პერიოდში ნახეთ. დრეიკის ნუ დრეიკი თავისი იმები სკანდალები დაუნფოლშია. ჩემთვის დრეიკი ძალიან დიდი ხანია დაუნფოლშია და ხო კულტურულ ბრძოლაში. კი, ჩემი პირადი გადმოსახედიდან ბაიასიც მაგ ესე რო ვთქვათ, იმიტომ რომ კენდრიკი არის ჩემი ყველა დროის ნომერი 1 და ეს რაღაცა რომ disclaimer-ით რო გავაკეთო, რაღაცა ტრენდს აყოლილი ტიპი არ ვარ, კენდრიკს რამდენი წელია უსმენ აღარ ვიცი მართლა და ვინილებით და დისკებით და ყველაფრით. დრეიკი დამარცხდა. ჩემთვის დრეიკი იყო კაი არტისტი თავის დროზე. შედარებით კარგ ნეო მუსიკას მოელთათ აი მაგის ერთ-ერთი სიმღერა Headlines-ი, რომელსაც დღესაც უსმენდი, სანამ აქ მოვიდოდი. არ ვაჰეითებ ადამიანმა იმ ხელა წარმატებას მიაღწია, რომ მაგის გამო მაინც უნდა კონდეს რაღაცა სულ თუ არაფერი ინდუსტრია დაქცია რეპი რა, ხო, კომერციულ თვალსაზრისით. მაგრამ აი დრეიკი არის ჩემთვის ეგ მაგალითია. დრეიკი არც იქეთ არის ჩემთვის არც აქეთ. რაღაცა სიმღერები აქვს, სადაც მართლა შეგიძლია რაღაცა აზრი წაიკითხო და აზრი დაინახო, რაღაცა სიმღერებია, რომელიც აი უბრალოდ იმიტომ რომ იცი რომ აი რაც ალგორითმი გაქვს დაჭერილი რომ ეს გავარდება და ვაირალ წავა და ბევრი TikTok-ი წამოვა და ამის გამო ბევრი ფულიც იქნება. ეს ბოლოში რაც გაცნობილდა ძალიან Nokia, რომელიც მე პირადად ძალიან მომწონს და ხშირად უსმენ, კაი სიმღერა არის. მაგრამ არანაირ აზრს მან და აზრს ვერ იპოვი, დიდ ვერაფერს ვერ ნახავ, კაი მოსასმენი არის. ჩვენ ახლა თქვენ ორივეს თქვენი ინტერპრეტაცია გქონდა და თეორია რა ტიპის მუსიკები არსებობს. აი ორივეს გეთანხმებით, მაგრამ მე უფრო განსხვავებულად მიუდგებოდი რა. აი ეგ სტიმულანტი თუნდაც მოხმარების რაღაც მუსიკა რაც არის და დრეიკის გადის რაღაც დრეიკის შემოქმედება მაგ მიმართულებით. აი მან როგორ არიცი რომ ეგ არის რაღაცა უსმენ შეიძლება მე აღარ გახსოვდეს რას მოусმიან რას უსმენდი რაღაცა daydreaming-ისთვის კაი მუსიკა რაღაცა სხვა სამყაროში გადახვიდე. მაგრამ ეგ რა არის, რომ ეგ არის როგორც მომხმარებელი და მეორე ტიპის მუსიკა, რომელიც ჩვენ თქვით რომ ცოტა ისეთი განსხვავებული და ცოტა ისეთი ღირებული და მნიშვნელოვანი, თან ფილოსოფიურიც, როცა უკვე თანამონაწილე, თან ავტორი ხარ. რომ განიცდი თუნდაც იმ ისტორიას, რაღაც დრამის მომენტიც არის. სამყაროში რაღაც ერთ სამყარო იქნება, რაღაც იმ შემოქმედს და შენ შორის და ამ სამყაროში ერთად თანამოგზაურობა ხდება და მეტად ხვდები ადამიანური ბუნების წინაშე და მეტად ხვდები რა არის ადამიანი. რომ ადამიანის საბოლოო ჯამში არის ეს რაღაცა ემპათიის შექმნება და რაც მთავარია სამყაროსთან რადგანაც ჩვენ საზოგადოებაში ვართ და სოციალური არსებები ვართ, საზოგადოებაში ყოფნის შექმნება არის. და მუსიკა არის ყველაზე ხელმისაწვდომი და პოპულარული ინსტრუმენტი. რომ ეგ შეძლო. განიცადო ეგ. გეთახმები სრულიად, მე იმასაც ბოლომდე იმ აზრს მივყვები, რომ ადამიანის გაცნობა ან რაღაც ესე ვთქვათ, შენი პატარა სოციუმი შეკრა ძალიან მარტივია მუსიკით. აი მუსიკა ისეთი რაღაცა არის, ყოველდღე უსმენ, აი შეიძლება მე და შენ ერთ იგივე წიგნი მოგწონს. ამ წიგნზე ილაპარაკებ 1 საათი, 2 საათი, 3 საათი რაღაცა დროს ამოგეწურება მასალა. ჩემს მუსიკა ისეთი რაღაცა არის, მასალა ფიზიკურად ვერ ამოგეწურება. მუსიკა ვერასდროს ვერ გააჩერდა. შეიძლება ვთქვათ, რომ კონკრეტული ჟანრი მოკდა, კლასიკური მუსიკა მაგალითად და რაღაცა მარტო 1 და 2 ადამიანია დარჩენილი შედარებით ნორმალურად უკრას, ან შეიძლება ვთქვათ, რომ ჯაზი მოკდა, რასაც მე პირადად არ ვეთანხმები. მეც არ ვეთანხმები, მე ვფიქრობ, რომ ჯაზმა ბროდ განიცადა მეტამორფოზა და სხვა ფორმებში გაიხსნა. კი, ბევრი დღევანდელი არტისტი არის, იქნება, რომელიც ელემენტებს მაქვს, როგორც უკვე ახსენეთ, კენდრიკი მაგალითად ან გურუ არის ერთ-ერთი ესეთი რეპერი, იქნება ეს
თუ კომონი კანი ესეც ნუ კანიეს სემპლები რაღაცა ყველაფერი ნაწილში ბევრი ადამიანი ვინც იღებს ამ ჯაზის ესე თქვა ცოტა ნიუ-იორკის სტილში მიდის ადრე თუ გვიანაგ მაგრამ უფრო და უფრო მეტად აი ხალხი Tribe Called Quest მაგალითად რომელიც არის ლეგენდარული ჯგუფი და შემეს ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფი არის ისტორიაში იღებენ ამ ელემენტებს აცოცხლებენ ბევრი არის დღეს ვინც ძალიან მაგარ ჯაზს უკრავს ესე რომ ვთქვათ ან ჯაზ წერს ერიკა ბადუც ძალიან ბევრ ესე რომ ვთქვათ ჯაზურ შემოქმედებაშია და ერიკა ბადუზე გამახსენდა ეს ყველას ცნობილი სიმღერა ალბათ რაც კი ერიკა ბადუსთან კავშირში არის Didn't You Know-ს მე არის Roots-თან ერთად რო აქ You Got Me და Roots-ი არის ლეგენდარული ბენდი ჯაზის ხმარება იცი მაგ ადამიანებას სასწაულად იქნება იქ კამასი ვაშინგტონის Thundercat-ი რომელიც ძალიან მაგარ ჯაზს უკრავს ბევრი ადამიანი და დღევანდელი ჩემი აზრით რეპი არის მუსიკის ცენტრი და რეპში შემოდის ნელ-ნელა ყველაფერი Cypress Hill შემოაქ თავისი საუნდი ეს რაღაცა ცოტა როკის ცოტა რაღაცა ეგეთი ელემენტები იქ ბევრს შემოლა იქ მაგალითად ლილიათის ნაირ ტიპებს ცოტა პოპ საუნდიც მოაქვთ ცოტა მამბლიც აქვთ ცოტა რაღაცა შეიძლება გენგსტარ რეპის კონდეს კენდრიქს თავისი ეს რეალიტი რეპი ეხა მაგალითად ბოლო პროექტი რაც გააკეთა ბოლო ალბომი GNX-ი კი იყო სრულიად თავიდან ბოლომდე ეს LA-ის OG რაღაცა ძველი ხმარასაც ესე ვთქვათ დაუბრუნდა ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე კაი დეკადა იქნება მუსიკის იმიტომ რომ აი რო უყურებ 2000 წლებს ძალიან ბევრი ნოსტალგიური მუსიკაა მაგრამ იმდენი შედევრი არ არის, რამდენიც მეგონი, ნუ 2000-ები კიდე ხა 2010-ები 2010-დან 20-მდე აი ესეთი შედევრი ძალიან რამოდენიმე არის. რა თქმა უნდა არის და ძალიან დიდი პროექტები იყო მაგ პერიოდებში, მაგრამ აი თითქოს ის რაღაცა როგორც შეგვიძლია ხარო ვილაპარაკოთ რეპის იქით რაღაცა Led Zeppelin-ზე ან Queen-ზე ან Bowie-ზე ან ნებისმიერ ჯაზზეც რო ვილაპარაკოთ იქნება ეს ჰენკოკი, კოლტრეინი, ნებისმიერი რო ავიღოთ ეხა შეგვიძლია ვთქვათ რომ დღემდე არის სრული შედევრი და მეტი არაფერი, რასაც ვერ ვიძახი მე ძალიან ბევრ მოდერნ პროექტებზე, მაგრამ მგონია რაღაცა ცოტა წინსვლა გვაქვს. ნელ-ნელა კაი მე ხა ეს დაფიქრდი კიდე იცი რაღაც მომენტში სპორტს არა ქვია მუსიკა რაღაც მომენტში შემოქმედება თავისთავად ეს ფორმა არ შემოქმედების კომერციული ელემენტების ხო ძალიან ძლიერი არის სანამ ინდუსტრიაში და კიდე მგონი რაღაც მომენტში სპორტიც არის იმიტომ რომ მემკვიდრეობას ამ ლეგასის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ისტორია და მომავალი თაობები გაფასებს იმ განსხვავებულობით რაც მოგაქვს და რასაც უკეთებ რა შერყევს ის უკეთებს თუნდაც ინდუსტრიას და შენ რას ფიქრობ აი საბოლოო ჯამში აი თუ შენი საყვარელი არტისტები რო გავადრო როგორ შეფასდებიან როგორ დარჩებიან ისტორიაზე რა არის მაგის კრიტერიუმები ან შეფასება იცი როგორაც არის აი ჩვენთან მახსოვს ადრე პირველ წელს რომ მოდი ზუსტად მაგ ლეგასიზე ვქონდა საუბარი ერნესტ ბეიკერზე და მაგ თემაზე ვისაუბრეთ და მე ფიზიკურად არ შემიძლია რა თქვა კრიტერიუმი რითი შევაფასებ მე მაქვს ჩემი პირადი აზრი შეიძლება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს ინსტრუმენტალი მუსიკაში როგორი მელოდია აქვს შეიძლება შენთვის იყოს ტექსტი რა ლირიქსების შეიძლება ვიღაცისთვის იყოს შენთვის შეიძლება იყოს რომ რაღაც აი როგორ არის დამასტერებული რა სემპლები ანუ იმდენად სუბიექტურია შეიძლება პიანისტისთვის ყველაზე კაი იყოს პიანინო როგორია ამ მუსიკაში და მაგით შეაფასოს რაც შეეხება ჩემ პირად მოსაზრებას მე ვფიქრობ რომ მუსიკა და ზუსტად როგორც ვახსენეთ აქამდე მუსიკაშიც უნდა იგრძნობოდეს ინოვაცია ყველაზე დიდი ეს რა ვთქვათ დანაკარგი არის როცა ადამიანი ერთ საუნდს დაიჭერს ამ საუნდზე წარმატებას მიაღწევს და მე მარტო მაგ საუნდზე რჩება რაღაცა კონკრეტული ეს ნიშა დაიჭირა რაღაცა თავისი ხმა იპოვა და ამ ხმას არ ცვლის რაღაცას არ ცდილობს ექსპერიმენტს არ ატარებს ამით მაგის გამოცემ
ალბათ მუსიკის ინდუსტრიაში ყველაზე დიდ პატივს კანიევეს იმის და მიუხედავად რა ეს რო ვთქვათ საკამათო ფიგურაა კი მისი ინფლუენსი მუსიკაში არის შეუდარებელი და არანაირად არ აკნევს მის პერსონალურ ცხოვრებას მუსიკის მიღმა. კი, აი რაზეც ვლაპარაკობდით ჩვენ ცოტა ხნის წინ ჩემი აზრით ადამიანის პირადი ცხოვრება და ესე ვთქვათ პერსონა უნდა იყოს ცალკე და ხელოვნება უნდა იყოს ცალკე. ორი დღის წინ სიტყვაზე ვთქვათ კანიე ვესტის Runaway თუ იყო შედევრი და დღეს რაღაცა ცუდი თქვა. შედევრი აღარ არის, ანუ ამ ორ დღეში მუსიკას არაფერი არ მოკლებია. შეიძლება ადამიანზე წარმოდგენა შეგეცვალა, მაგრამ ის მუსიკა ხო იგივე არის. ეს რო დააყენებულ მოყარუში არის თავის არსებობს. და აი ეს რო ვთქვათ ძალიან ის გამომდის ხშირად მომყავს მაინც კენდრიკ ლამარი როგორც ჩემი ფავორიტი და შეიძლება ცოტა რაღაცა ზედმეტის იყოს, მაგრამ ობსესიას შეიძლება დაერქოს, მაგრამ თლად ეგრეც ჯერ ესეთი თორსტები და თუ არ მეშლება prayer ქვია მის სიმღერას არის unreleased და მან დააქვს უბრალოდ მაგ თემაზე ძალიან კაი ესე რომ თქვა 2-3 წინადადება და იძახის ეს რაცაც რომ კარლ ბენზი რო იყოს რასისტი მანქანას აღარ გაატარებდიო ძალიან ეს რო თქვა ჭკვიანურად არის რამოდენიმე ადამიანია მოყოლილობთ ეს ზუსტად აღარ მახსოვს მაგალითად მახსენდება მაჰათმა განდი მახსენდება მარტინ ლუთერ კინგი რომელსაც პერსონალურად ხო ბარს ისე რაღაცა პატიოსენა დააგებული ხონდა და ასე ვთქვათ რა აი ზუსტად იმას ვიღებაში პირიქით მარტინ ლუთერ კინგის პირად ცხოვრებას ძალიან აკნინებს იმიტომ რომ რაღაცა მაგის მიქალთანეობის სკანდალი ვითხოვ ტრიალებდა ზუსტად მაგალითად მარტინ ლუთერ კინგმა რაც გააკეთა ფერადკანიანებისთვის სურო ყოფილიყო რასისტი და ეს იზღებოდა სიტყვაზე ვთქვათ რომელიღაცა რაღაცა აზიელები ეზებოდა ესე რომ ვთქვათ მისი საქმე რითი ანუ რა მოაკლდა მის საქმეს არც არაფერი ამიტომ ძალიან არ მომწონს ეს ჩემთვის ძალიან სრული რაპორტიშ მაგრამ მარაზმი არის ეს cancel culture-ი იმიტომ რომ თუ ვიძახით გვაქვს free speech-ი მაშინ არ უნდა იყოს cancel culture. ჩემი ეს ერთმანეთზე წინააღმდეგობა ძალიან შენი აზრი გაქვს სურო ადამიანს არ კონდეს შენაირი აზრი ამის გამო ცხოვრება უნდა დაინგრას და მით უმეტეს აი ლექციაზეც ვახსენე რამოდენიმე დღის წინ ეს საკითხი ძალიან ცუდად იყენებენ ამ იმას ნებისმიერი ადამიანი რომ გამოვიდეს ხა განსაკუთრებით ამერიკაში და თქვას რომ სიტყვაზე ვთქვათ ლებრონ ჯეიმსმა იქნება სპორტსმენ მუსიკოსი თქვი რაღაცა აი ნებისმიერი რაღაცა კოლტრეინმა რო ითქვა ყოველ შემთხვევაში ნებისმიერ არტისტზე რო თქვას რომ აი ესეთი რაღაცა ცუდი გამიკეთა და რაღაცა კარიერა მორჩენილი აქვს გინდა არ გინდა სურო ეს ქალი ტყუილდეს უკვე მორჩენით რომ რაღაცა სკანდალი აიწია და ვინც სპორტსმენს დაემართა ეგრე ძალიან ბევრს კალათბურთში ძალიან ბევრს მოვიდა ზოგადად სპორტში ხა ფეხბურთში თუ სწორად მახსოვს გრინვუდს ქონდა უბრალოდ მან მეგონი არ ვიცი ფეხბურთში ეგეთი ის არ ვარ და არ ვიცი გრინვუდი საბოლოოდ ეგრე იქცა ჯონი დეპი აიღე ან კევინ სპეისი მაგალითად ჩემთვის კევინ სპეისი იყო ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მსახიობი ძალიან აი ცუდი ფილმი მე კევინ სპეისის არ მახსოვდა მართლა დღეს ბოლოს აღიარეს რომ არ არის დამნაშავე მაგრამ ფილმებს ველა აღარ უღებენ იმიტომ რომ ამხელა ესე ვთქვათ რაღაცა ცეცხლი ტრიალებს მის გარშემო ძალიან ესე ვთქვათ გამაგიზიანებელი და არასასიამოვნო რაღაცა იმიტომ რომ ხელოვანს კარგავ იმიტომ რომ რაღაცა მინიმალური ბენეფიტი მიიღო შენ როცა შეიძლება ეს ხელოვანი იქნება მსახიობი თავის ფილმი თუ მუსიკოსი თავის მუსიკით ან ზოგადად ბიზნესმენი იყოს მილიონობით ადამიანს რაღაცა სიამოვნებას ანიჭებს და შველის და შენ ამ რაღაცა შენი ეგოისტური მიზნის გამო დაანგრე რა თქმა უნდა თუ ადამიანი დამნაშავეა სრულიად ვეთანხმები რომ კარიერა კი არა მთელი ცხოვრება ციხეში ჩასვლა ნუ გააჩნია რა დააშავა მართლა მაგრამ ამ ესე ვთქვათ რაცა სიტყვების სროლას ძალიან არ ვეთანხმები საბოლოო ჯამში ყველაფერი დადის იმ პრინციპამდე რომ
ანუ არავინ არ არის დამნაშავე და ასე კრიმინალი, სანამ ამის დამტკიცება არ გახდება, არ მოხდება უბრალოდ. ეს მორალური აბსოლუტიზმი, რომ აი თუ ამობ რომ ესე ასე ეს პრინციპი აღირებულება და დიქტატიერ და მორჩა, არაფერი კარგი მომტანი არ არის. იმიტომ რომ მე იქ საზღვრები და თუნდაც გამყოფი ადამიანის პერსონალურ ცხოვრებას და პერსონაჟ შორის და შემოქმედება შორის პრაქტიკულად არ არსებობს. რა თქმა უნდა, ეხა პირდაპირ ასახავს შემოქმედება მის პერსონაჟს და პერსონა მის შემოქმედებას, თუმცა ადამიანები ვართ და უფრო მეტი არის ადამიანი, უფრო კომპლექსური არსება არის, ვიდრე რაც ზედაპირზე ჩანს, ან თუნდაც პერფორმატიულად არ არის ესე. თან უკვე ეს country culture რაც ახსენეთ, იმდენად მოედო ყველაფერს, რომ არა მარტო უკვე არტისტს, არამედ თვითონ ლირიკასაც უკვე იმდენად უკვირდებიან, რომ შეზღუდულია რა შეგიძლია თქვა საკუთარ სიმღერებში, საკუთარ მუსიკაში და თუ იმას დავაკვირდებით დღესდღეობით ვინ არიან ყველაზე დიდი არტისტები, ან თუნდაც 2000-იანებიდან შემორჩენილი, როგორიცაა Eminem-ი, ან თუნდაც შემდეგ Kendrick-ი, Lil Wayne-ი, რომელიც პირადად ჩემი ფავორიტია და ამასთანავე, ну, კიდე სხვა ბევრი. ეს ყველაზე დიდი არტისტები ვინც არიან, უკვე იმ დონეზე არიან მისული, რომ უკვე საკუთარ მუსიკაში ყველაფერს ამბობენ და ამბობდნენ კიდეც, რისი თქმაც უნდა და თან ამაზე ვერც ვერ ეკამათებოდა, იმიტომ რომ იცოდნენ, რომ ეს არტისტები სათქმელს ამბობდნენ და იქ პერსონალურად არავის არ ეხებოდნენ რეალურად. კი, ну, ის თემა არის, რომ იცვლება სამყარო ავხნათ ხშირად იცვლება და დეგრადირდება. ну, რა პროვოკატიული იყო. კი, მაგას უპასუხო დავტოვებ. მე გავაგზავნე თუ გინდა. მე ეგრე გავაგზავნე ხა მაგ. შევიკავოთ. მე მაგთამას ეგრე გავაგზავნე მაინც ბოლომდე ან მე როგორ ხედავ ხო? იმდენად ტაბული და იმდენად პოლარიზებული არის გარემო, რომ ადამიანები ხო არიან რაღაცა ამ ეგოების რაღაცა საკნებში შეძახიან, რა სოციოქსელები, ამ ხალ ინფორმაცია მაქვს, ნუ გონი რომ ყველაფერი ვიცი და ყველაფერს ხსნი. და შესაბამისად ჩემ თავს ვაზრდი რაღაცა მორალურ უფლებას, რომ დავიწყოს ქადაგება და რაღაცა ჭუისავა და თან გონია რომ ჩემი ეგო დაყოფილებული რაღაცა ვიკვები შინაგანი სამყარო, რომ მე ასეთი ვარ, ესეთი ვარ და ვთვლი რომ ვიღაცებს მეტი ვიცი და რაღაცა უპეტესობა მაქვს. აი თუნდაც რაც თქვით თქო აი ცენზურაზე უკვე შემოქმედებს რაღაცნაირად ვინც ამ ინდუსტრიაში არიან სხვადასხვა მიმართულებით კრეატიულ სამყაროში და თავს ის კი არა რომ გარე ცენზურა რომელიც ხელოვნურად არის და ყველაფერი სენსიტიურია და ყველაფერი რაღაცა პერსონალურ თავდასხმაზე გადადის სხვებისთვის რა თქმა უნდა შეიძლება საერთოდ არ იყოს მაგული სხვა როგორც ჩვენ თქვი ან არ ქონდეს ეგეთი შინაარსი მატარებელი არ იყოს თუმცა ნუ ინტერპრეტაცია თავისუფალი სამყარო არის როგორც ჩვენ თქვი თავისუფალი გამოხატვა თავისუფალი სიტყვა და შესაბამისად უკვე ჩვენ მივიღეთ შემოქმედების რაღაცას ტალღა ტენდენცია როცა თვითცენზურას ეწევიან უკვე შეს არტისტები. და ბოლომდე ვერ გამოხატავ იმერს თავის იდენტობას, ვერც თავის სათქმელს და ვიღებთ რაღაცნაირად უკვე ეს თუ დააკვირდებით ბოლო პერიოდში TikTok-ის და სხვა პლატფორმების გადამყიდეთ, რომ უკვე მსგავსებები არის ბევრი, თუნდაც ტექსტის მიმართულებით, თუნდაც შემოქმედების მიმართულებით, როგორი მუსიკა კეთდება თუნდაც და არ ვიცი ეგ ცოტა მაშპოთებს. კი, იცი როგორაც აი ეგეც შიშის სამბავია რა, აი კარიერა ავიშენე. მე ხა ვიწოლო 10 წელი ვაკეთო ის რაც მიყვარს და იმის გამო დავინგრევ ეს რომ სიტყვას თქვა ჩემს სიმღერაში ის სიტყვა თქვა არ უღირთ და ამის გამო და სრულიად ვთანხმები რომ არ უღირს არც მე მაგათ ადგილას არც მე არ ვიტყოდი იმ კონკრეტულ რაცებს სამწუხაროა რომ ეგრე რომ მართლა ყველა იქნება ეს მუსიკას სფეროში იქნება ეს ბიზნესი, პოლიტიკა ნებისმიერ უკვე დღეს რაღაცა გადასულები ვართ გმოარად ერთმანეთს დაგმობაზე რომ აი ის კი არ იყო რომ ადრე რაღაცა ტენდენცია რომ წამოვიდა თავიდან ეს free speech-ის და ყველას რომ თავის აზრი გააჩნია შედარებით უკეთესად იყო სიტუაცია რომ cancel culture-ი არ არსებობდა ასე თუ ისე შენ პირადად რასაც თვლიდი ადრე ბევრად პატივცემდა შენ აზრს რამდენადაც ბჭყალებში რო ვთქვა არასწორი აზრი იყო ვიდრე დღეს. აი ესე რო ვთქვა
გავიხილეთ ერთ-ერთი კონკრეტული кейსზე საუბარი და ძალიან აქტუალურია და ღრმა პოლიტიკაში რო არ შევიდეთ, უბრალოდ ესე ვთქვათ პატარა კომენტარს გავაკეთებ, მაინც მაგ თემაზე საუბრობ და მგონია რომ რაღაცა ჩერლიკებზე მივიდივარ. კი, მგონია რომ ვერაცდები ეგეთ რაღაცას, ეგეთ რაც არ მოხდება, რამდენადაც შეიძლება შენ ეთანხმებოდე, ან შენ ეთანხმებოდე, მე არ ვეთანხმებოდე მაგ ადამიანს, ადამიანის მოკლა პირადი აზრის გამო არის ჩემთვის ყველაზე დიდი სისულელე და დანაშაული. მე რომელსაც სიტყვაზე ვთქვათ, რაღაცა ტრამპის ყველაზე დიდი მოყვარული ვიყო და შენ რო კამალას ყველაზე დიდი მოყვარული ვიყო, ამის გამო უნდა მოვკლათ ერთმანეთი არის სრული მარაზმი და მაგაში აი ზუსტად მაგას ვიზახი რომ ადრე რაც იყო იქნება ეს cancel culture-ი სადაც შედარებით პატივისცემავით ქონდა ერთმანეთს იქნებოდა ფემინიზმი რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან რადიკალ ფემინიზმში გადავიდა რაცა ყველაფერი მიდის ძალიან ექსტრიმზე რაღაცა იცი მე მაგას ხო ხედავ აი თუნდაც ეგ რადიკალიზაცია და ექსტრემიზაცია რა თქმა უნდა ეს სოციოლოგიური ტერმინი არის რომ არსებობს ოვერტონის ფანჯარა რა იდეები არის მისაღები და ადეკვატური თუმცა ეს ოვერტონის ფანჯარა მოინგრა ანუ პრაქტიკულად აღარ არსებობს და ეს სამყარო როგორც ჩვენ თქვი აი ასეთი ესეთ დაძაბული და მწული გარემო ალბათ ას ლანდშაფტი საინფორმაციო თუნდაც არასდროს არ ყოფილა ყველა იდეები და პოზიციები ასე იარაღად არის ქცეული რა თქმა უნდა ბუნებრივი მომაცემულობა ხო რომ ჩვენ შორის ადამიანებს შორის არსებობს განსხვავებულობები შეუთანხმებულობებიც მაგრამ ეს ხო არ უნდა გახდეს საფუძველი ხა ჩვენ ერთმანეთს რაღაცა გადავეკიდოთ და ერთმანეთი დავხოცოთ მოკლედ კი როცა მთელი პროგრესი იმისკენ მისწრებს მშვიდობიანად და კარგად თანასწორობთ მოკლა ერთი არის როგორც არიცი მოკლაზე შეგვილია ის წამოვყენთ რომ ერთი ავადმყოფი გამოხდა და იმ ვიღაცა გიჟმა ადამიანმა მოკლა. მაგაზე კიდე შედარებით შეგვილია რომ რაღაცა ვიდავთ. ცხოვრებაში არასდროს ცხოვრებაში სოციალ მედიაზე პოლიტიკაზე საუბარი არ მქონია და ცხოვრ პირველად მქონდა საუბარი რა უფრო რაღაცა აი დისკუსია, ცოტა მწარე დისკუსია იყო. პოსტი ვნახე TikTok-ზე იმ დღეს როცა გარდაიცვალა ეს ჩარლი და პოსტი იყო რომ თავის შვილს როგორ ეხუტება და რომ რაღაცა მამობის ამბავზე და ჩემს ძალიან დიდი ტრაგედიაა როცა შვილი მამას კარგავს ან ცოლი ქმარს ან დედა შვილს და ასე შემდეგ. კომენტარებში შევდივარ და კომენტარები წამოვიდა რომ დღეს ვინ აღნიშნავთ და რაღაცა გულაობას აწყობ ჩემთან მოდით აღნიშნოთ და უჰუ და არც ჩარლი კერკის მოყვარული არ ვიყავი არც მე ზიზღებოდა ადამიანი თავისი აზრებია გააჩნდა თავისას ლაპარაკობს თავისი ის არის საქმე ეგეთი რაღაცა მით უმეტეს ადამიანი უკვე როცა გარდაცვლილი არის მორალურად იმდენად დანგრეული რომ მე იგივე ადამიანი იქნება ეს LGBT თემაზე რო გეტყვის რომ შენ ამორალური ხარ სიტყვაზე ვთქვათ რომ რაღაც ვიღაცას არ ასუპორტებ ან ფემინიზმზე დაგიწყებს საუბარს ან რაღაცა სიყვარული ან ეგეთი ამბავი რომ მოყავს ნებისმიერ თემა რასიზმი იქნება პოლიტიკა იქნება რაც არ უნდა იყოს ადამიანი ეგეთი ამორალური რო ხარ ჩემი აზრით მაგ სიტუაციაში cancel culture-ი უნდა ვიხმაროთ. ის კი არა რომ იცი რა, მე ჩემი პირადი აზრით სიტყვაზე ვთქვათ, არ ვემხრობი რაღაცა ისლამს, იმიტომ რომ მე ქრისტიანი ვარ და ყველა ადამიანს გვაქვს რელიგიის თავისუფლება და მაგის გამო შენ კარიერა დაგინგრიე და ადამიანზე რომელიც გარდაცვლილია მაგის სიკლს რო აღნიშნავ და რო წერო რაღაცა მოვიშორეთ და ეგეთ რაღაცა მაგ დროს არ აკენსლებ ადამიანს ეგ არის ჩემთვის სრული მარაზმი. მეც მაგაზე ბევრს ფიქრობდი მე საბოლოო ჯამში ერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ რა ისტორიისთვის რადიკალიზაცია და ექსტრემიზაცია ну არასდროს არ გვარგებს იმიტომ რომ რაღაც იდეოლოგიური და მორალური ნალივით კეთდება რა როცა ყველაფერი ერთმანეთში იღრება და ყველაფერი აღრევას აკეთებს და ყველაფერი ერთმანეთს ემსგავსება საბოლოო ჯამში მაგას ვიყავართ რაღაცა დაშლისკენ და დეგრადაციისკენ. კი, ძალიან ასე ვთქვით, გადავხვიეთ პროგრესის რეგრესს. საუბრის თემებს.
ხო, ნუ რას ვიზამ? საიდანსა და მოსითხე რა. საიდანსად კი მოდი. AI-დან რაღაცა ჩალიკე. ძალიან რა მეგვეწონოს უცებ შევაჯამოთ რომ თან მაგ თემაზე პატარა კომენტარსაც გავაკეთებ რომ აი cancel culture-ში ვინ გადაწყვეტა GT ზონება რომ შენი აზრი სხვის აზრზე უკეთესიან უფრო დიდია და ამით აკნინებს ხვებს ანუ ეს სრული აბსურდია და არავის აზრი სხვის აზრზე უკეთესი არაფრით არაა იმიტომ რომ რეალურად ადამიანები ძალიან სუბიექტური არსებები ვართ და ეს ამ ფაქტს ვერაფერი ვერ შეცვლის და მგონი უკვე დროა რომ ბოლოსკენ გავიჭერთ არა საერთოდ ყოველთვის ყველა ეპიზოდში ვამბობთ რომ ჩვენი ფავორიტი ნაწილია რეკომენდაციების დატოვება და ნუ როგორც ვიცი შენც გაქვს რაღაც რეკომენდაცია მომზადებული თუ გინდა ჩვენ დავიწყებთ როგორც გაგითხოვთ თქვენ მაინც შეგიძლია შენ გახსნა შეგვიძლია მე გავხსნო მოდი ბარემ სანამ ვლაპარაკობ და ვსაუბრობდი მე გავხსნი მომაფიქრდა ეპიზოდის დაწყებამდე უბრალოდ შენ შემახსენე ასეთი რამ რომ ჰამილტონის ბროდვეი რაც მე პირადად ვისყურებ და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე და ხალხს ვურჩევ რომ უყურონ იმიტომ რომ ეს მუსიკალური გაფორმება ეს ყველაფერი ერთად შეჯამებული და დიდ თემაზე შექმნილი ამიტომ ვურჩევ ყველას ნებისმიერ ადამიანს რომ ჩაუშვდნენ უყურონ და მიიღონ ის სიამოვნება რაც მე მივიღე ან რომც ვერ მიიღონ მაინც რაღაც დარჩეთ სამახსოვროდ ხელოსად ვაბაკუნებდი ნაპოლეონი ხარ? არ ვიცი ეს უჩვევა მოსასეთ. ის ნაპოლეონი არ მომეწონა ფილმი. მაგრამ ძალიან ვერ იყო ეს ვერ გამომდინები. ხო მე ვტოვებ, ესე იგი დავტოვებ ჩემში ძალიან დიდ დაახლოვანებას და პატივისცემას ჯუმბელი ლეჟავა. თუ ქართველ ადამიანებმა ჯუმბელი ლეჟავის ისტორია არის, საერთოდ ჯუმბელი ლეჟავა ვინ არის ჩემი აზრით ძრო ChatGPT-ს კითხოთ ან დაგუგლოთ ჯუმბელი ლეჟავა არის კაცი რომელმაც არ ვიცი მსოფლიო მიარა ველოსიპედი თქვენი ყველაფერი არის ამით თქვამი და საინტერესო დოკუმენტური ფილმია to the moon by the bike ანუ თვარეზე ველოსიპედით და ასახავს მის საგვადასავლოს და დარწმუნებული იყავით რომ მან დიდი გზა გაიარა საინტერესო არის თან შემეცნებითი არის დაახლოებით 2 საათამდე არის საათნახევარი ამიტომაც ყველას გირჩევთ ხის ნამდვილად რომ ჩაუშვეთ და უყურეთ თქვენ ანახი გაქვთ ისე კი მეც ნახე ხო ჩემი რეკომენდაციასაც ეხლა თავიდან ფიქრობდი რომ კონკრეტული აქ შეგიძლია ხელები ავაკუნო თავიდან ფიქრობდი რომ კონკრეტული არტისტი მე თქვა რომელიც შედარებით ახალგაზრდა არის და ეხლა შემოდის ინდუსტრიაში და ჩემი ის არის სასწავლი მაგრამ რათა ლაპარაკში უფრო და უფრო დავფიქრდი მე რამ ხელას სიამოვნებასაც ვიღებ ახალი არტისტის აღმოჩენით ჩემით რო ყოველ შემთხვევით რო გადავეყრებით რაღაც სასწავლი რო არ მინდა რომ ეგ სიამოვნება ადან ხალხს წავართო რა თქონდა ეს არტისტი featured იქნება ეს რო თქვა ჩემ პლეილისტშიც და მანდაც წააწყდებით ჩემი რეკომენდაცია იქნება ის რომ mainstream მუსიკაზე და მედიაზე არასდროს არ გაჩერდეთ რაც მოგეწონა მით უმეტეს აი მოკლედ დავხსნიო Spotify-ს ვის ცხმარობს ძალიან მარტივია რაღაც იმათ მოგეწონა იმის რადიოზე გადახვა მე მეორეზე ვზივარ ხოლმე ერთი 40 რადიოს ვხსნი და ბოლოს რაღაცა ისეც ასწავლოს პრობლემ რომ თან არ მინდა რომ უთხრა არავის იმიტომ რომ აი რაღაცა gatekeeping-ის მომენტი აქვს თან მინდა რომ ყველა მიცოდეს იმდენად კაი არის ამიტომაც ჩემი რჩევა იგი იქნება რომ საზღვრები არ მიცეთ მუსიკას და ცხოვრებაში არაფერს, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც მუსიკის თემას შევეხეთ ყველაზე მეტად და მუსიკას და ეცადეთ რომ თქვენითაც იპოვოთ და აი მგონი მისტიკი ნოტი ეს რა არის. შეგიძლია დაწერო, არა მეორე მხრიდან შეგიძლია დაწერო ჯობია. არა, მარკერის მეორე მხრიდან. ნახე, როგორი ინოვაციური მარკერია. ვა, ნეოდი. შეგიძლია კითხვა დატოვო, შეგიძლია ფრაზა დატოვო. მენა ჩაჭედილი. და მე კამერას ვანახებთ, რას დაგვიტოვებ. რაღაცა ფორმულირებაში ცოტა ინგლისური რო იყოს შეიძლება თუ ქართულია შეიძლება იყოს ინგლისური თუ რაინადეს გინდა როგორც გინდა თუ გინდა ნახატი დატოვე მოდი ეს რაღაცა quote-ივით
ხელით მოგვიწერე. ხო, თუ ხელმოწერა გაქვს რა თქმა უნდა. თუ არ გაქვს. აბა ნახოთ რა მზადებს. რაღაცა ცოტა ძალიან ფილოსოფიური quote-ი მუსიკას საზღვრები არ აქვს. არა მარტო ბევრმა საკმაოდ რაც ვარიაცია არის ესე რომ თქვა ამ იმის ძალიან ბევრი მუსიკას საზღვრები არ აქვს. კი. ეს გაეკვრება იქ დიდი პატივია ამ კედელზე ჩემი უნდა გადავიღოთ მე და რაღაცნაირად ეგეთ სამახსოვრო კედელი გვაქვს არა მარტო გაფორმების არამედ იმის გვანახებს რამ ხალხს გაქვს გავლილი. კი. ხა შეგიძლია რომ პენალი დაარტყა. მოკლედ პირველ რიგში მადლობა რომ გვიყურებდით და სანამ უშუალოდ დავასრულებდით გამოვიწერეთ არხი ვიდეოც მოიწონეთ გაუზიარეთ იმ ხალხს ვისაც გონიათ რომ გამოადგება რამეში და სიამოვნებას მიიღებს და ჩვენ აქ გემშვიდობებით თავდება ჩვენი საუბარი ძალიან ილო მადლობა რომ ჩვენთან იყო. ძალიან დიდი მადლობა პირიქით დიდი პატივია მადლობა თქვენ production-საც ესე რომ დავარქვათ ძალიან დიდი მადლობა ძალიან ვისიამოვნე და იქნებ მე მომავალში უკვე სხვა level-ზე რო იქნებით ჩვენ მეც და თქვენ შეხვდებით. ანახავს